გამარჯობათ, გადაწყვიტე გადავიღოთ ჩალენჯი, სადაც 24 საათი შევალ გარდერობში. რა თქმა უნდა, მექნება წესების და გარდერობიდან გამოსვლა არ შემეძლება 24 საათის განმავლობაში. და თქვენ ჩემთან იქნებით მუდმივად. ეხლა კი გაგაცნოთ ჩემს წესებს. მოკლედ, გარდერობიდან გამოსვლა არ შემიძლია, მხოლოდ შემიძლია ორჯერ გამოსვლა, ეგეც მხოლოდ საპერპარიშოში. როცა მომიდება, მხოლოდ უნდა წავიდე საპერპარიშოში და გამოვიდე და ეგრევე შევიდე გარდერობში. სხვა გაწასვლა არ შემიძლია. და ეგეც დღეში ორჯერ. და მხოლოდ დღეს, ხვალე უკვე აღარ. ასევე რაღაც ნივთებს შევიტან, რომლებიც დამჭირდება და არ მომაწყენს. ასევე მე არ მაქვს ისეთი გარდერობი, სადაც შემიძლია შესვლა და თავისუფლად ყოფნა, ამიტომ უნდა გავათავისუფლოთ. მე მაქვს ესეთი გარდერობი, რომ გავაღოთ, ადგილი საერთოდ არ არის, ქვევითაც აწყვია თაროები. ეხლა ჩვენ ეს უნდა გავათავისუფლოთ. ეს იყოს, იმას არ შევეხები, უბრალოდ ამ პასუხებს გადმოვიღებ და საწოლზე დავალაგებ. და ფასისმენებსაც გამოვიღებ და თარო ზედა თაროსაც მოვხსნი და კარგად გავწმინდა. შევიტან სფერებს უკვე მოვხსნი და დავაწყო საწოლზე. ეხლა დრო გამოვიღო ფეხსაცმელები. ზედა თაროდან უკვე ავიღებ ფეხსაცმელები, ეხლა ამ ზედა თაროსაც ავიღებ, იმიტომ რომ ეხსნება. ეს ზედა თაროს უკვე მოვხსენი. ეხლა კი დრო ქვედა ფეხსაცმელებიც ავიღოთ. ეს თაროს უკვე ბოლომდე გავასუფთავე. ეხლა კი მინდა რომ გავწმინდო, იმიტომ რომ არის საშინელად მტვრიანი. თაროც უკვე ბოლომდე გავასუფთავე. მოკლედ რომ თქვა გარდერობი მაქვს მზად. ეხლა კი ყველა იმ ნივთს ავიღებ, რომელიც მინდა რომ შევიტანო და დამჭირდება. და მოდით დავიწყოთ თერმოსით. მე მაქვს 3 ასეთი თერმოსი. იმიტომ რომ ჩაიდინის შეტანას ვერ შევძლებ. ხო და ჩაი არამე რომ მომიდეს, აქ ცხელწყალს მექნება და არ გათივდება და ჩავსხავდა. ამებში ახლა უნდა ჩავასხა ცხელი წყალი, რომელიც მაქვს ჩაიდინით ადუღებული. მეგობრებო, 3-ვე თერმოსში უკვე წყალი ჩავასხით ცხელითან. ცხელი რა ადუღებული წყალი. ასევე მოვიტანე ესეთი 4 ცალი ჩაის პაკეტი, იმიტომ რომ ჩაი ძალიან მიყვარს და შეიძლება ჩაი დავლიო. და მოვიტანე 1 ცალი მჭიქაც. ასევე მოვიტანე შაქარი, რომელიც ესეთ პაკში ჩავყარე და 1 ცალი ჩაის კოვზი. შაქრის გარსა ჩაის ვერ დავლიო. ასევე მე დამჭირებოდა წიგნი, რომელსაც ვკითხულობ თავისუფალ დროს და ძალიან კაი წესაკითხია და ძალიან მომწონს. კიდე დამჭირება 1 ცალი დღიური, აქ ვწერ ხოლმე ჩემს ამბებს და საიდუმლოებს და თემებს და ყველაფერს, რაც მე მჭირდება და მე მეხება. კიდევ ერთი დღიური დამჭირება, ეს უბრალოდ არის გასაფორმებელი დღიური და ამას ვაფორმებ ხოლმე. ასევე დამჭირება ტელეფონი, მაგრამ ტელეფონით ვიღებ ახლა, იმიტომ რომ კამერა ჯერ არ მაქვს ნაყიდი და მალე ვიყიდი. თქმა უნდა, შტატივით დამჭირდება, რომ კარგი ხარისხით გადავიღო ვიდეოები. ძალიან მიყვარს ხმაღლა რაღაცების ყურება ან თუნდაც მუსიკების მოსმენა, ამიტომ დინამიკით დამჭირდება. ასევე მოვიტანე 2 ცალი ფაფა, იმიტომ რომ აკოფნისას მხოლოდ ფაფა უნდა ვჭამო, სხვას ვერაფერს. და შეეკეთ კაი იქნებოდა, მაგრამ ახლა მაღაზიაში სხვა მეზარება. და ერთი აქ ქლიავის არომატით, მეორე არუბლის. მოვიტანე ესეთი 1 ცალი პატარა სკამი. კიდევ დამჭირდება, რა თქმა უნდა, ჩემი ლეპტოპით. ლამპაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა შუქი არ მჭირდება და რომ წავანთო ღამე მე მაგ შუქს ვეღარ ჩავაფრებ და ლამპა აქვემედება და ღამეც დამჭირდება, რომ მთლიანი სიმღერაში არ ვიყო და ძილის დროს ჩავაფრებ კიდევაც მარტივად. ჩემი AirPods-ები აუცილებლად, ესეც ლეპტოპის დამტენი, ეს კიდევ ტელეფონის დამტენი. რა თქმა უნდა, დამჭირება დამაგრძელებელიც, ეს არის 3-იანი დამაგრძელებელი და იმედია მეყოფა. მე მაგიდან რომელიც გას გვერდით, მანდ შეტრებსელი და შევაერთებ და გადმოვწყვეტ რა, იმედია რომ მეყოფა. დამჭირდება კიდევ ესეთი პლედით, ვარდისფერი. ესეთი ბალიშიც დამჭირდება. ესეთი ვარდისფერი უფრო საბანია ვიდრე ის, მაგრამ არის ძალიან ზაფხელი, რადგან არის ზაფხული საბანი, მაგრამ გამოვიყენებ. რა თქმა უნდა, დღეს შაბათია და ორშაბათს სკოლა როა. რაღაც წინებს დამჭირდება 3 წელიწად. ყველაფერი უკვე ავიღე, ახლა კი დრო რომ შევიტანო გარდერობში, ლამაზად მოვაწყო და მე შევიდე. აქამდე იმიტომ ვერ შევდიოდი, რომ თუ შევალ, მე ვეღარ გამოვალ 24 საათი და ყველა ნივთი, რაც მჭირდება, უნდა მოვიტანო მათ. ესეთ პატარა ნაგოსუნასაც გამოვიყენებ და თუ რამე ნაგავი დამეგროვდება, ესეც მექნება. ეხლა კი მოვაწყობ და დაგიბრუნდებით. ერთი ესეთი თეფშის და ერთი სადილის კოვზის მოწანი დამავიწყდა ფაფისთვის. რა თქმა უნდა, სკეჩ-მარკები მოვიწყდება იმ დღეურის გასაფორმებლად. ესეც ჩემი სკოლის წიგნები, რომლებიც ორშაბათისთვის მაქვს 3 ცადინო, 1 ცალი კალამი, კორექტორიც, საშლელი, რომელსაც უკან აქვს სათლელი, 1 ცალი ტუში კალამი და 1 ცალი შავი კალამი. ესე მოვაწყო ყველაფერი. ზუსტად 12 საათია, ის საათსაც გაჩვენებს რომ დარწმუნდეთ. ეხლა კი დროა შევიდეთ. ხომ ახლა გამოსვლა არ შემიძლია. გარდერობშიც უკვე ვარ. ეხლა ვარ მე უკვე გარდერობში და რა ვქნა არ ვიცი. ვკეტავთ კარებს, ჩემს გამეხმარება რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩემს გამოჩენა არ უნდა და მთხოვა და არ გამოვაჩენ. კარებით დავკეტე, მხოლოდ მას შემეძლება გაღება თუ რამე დამჭირდა. ახლა ტელეფონს ვაერთებ, რადგან მიჩნდება. გადავწყვიტე რომ მოდით ჯერ ვიმეცადინოთ.
შემოვაწოდე რომელიმე საგანი, აი მაგალითად შემოვაწოდე მათემატიკა. ქართული არა მათემატიკა შემოვაწოდე. მესხე კლასში ვარ. ქართული. ესეც მათემატიკის მეორე ნაწილი. და როული? ბუსი არის? რა? როული ბუსია? და ბუსია როული. ხო. კი, და კალამი. შავი კალამი შემოვაწოდე. ტუში არა, აი სანანი უნდა რა ჩამოვიტანეთ. ეს იყოს, აი, უჭი კალამით. რა? კორექტორი ხო, კაი. თუ რაღაცაა მომწერო, მოიცა როგორ მოგწერე დაბლოკილი რომ ყავ ხარ? რაღაც ეს მომშალ ნევრები და მაგიტო დაბლოკა. ახლა უნდა მიცენო მათემატიკა და გარდაუბრუნდა მერკავო. მიცედი მათემატიკას და დაგიბრუნდებით რა. მეგობრებო, მათემატიკას უკვე დავწერე. მეგობრებო, ბაბუჩემ ახლა მომიტანა დოშირაკი და ძალიან გამხარდა. უბრალოდ ჯერ არ მშვიდა ამას არ შევჭამ, ალბათ შევჭამ შეგაც 3-ისკენ, ახლა არის 2:09 წუთი. და რა ვქნა ახლა არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან მომიწყდა. მოდი ახლა წავიკითხავ ჩემს წიგნს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს წიგნი და თეთრხანი ამას წავიკითხავ. ხალხმა ვერ მეტყვი და არის ძალიან არაკომფორტული. წიგნიც უკვე წავიკითხე და აღარ ვიცი რა ვქნა, თან ძალიან არაკომფორტული, ანუ ხალხმა ვერ ვეტევი. ძალიან გავიზარდა მგონი სიმაღლეში. მოდი ახლა ცოტა ხანი TikTok-ს ავსკროლავ. ეს უკვე ავსკროლ და ძალიან მომიწყინე, ახლა კი ძალიან მომშვიდო და მინდა ვჭამო და გავხსენი დოშირაკი რა, ანუ მხოლოდ ცელოფანი მოვხსენი და ახლა კი გავხსნათ და გავიკეთოთ დოშირაკი. აი. ანუ კაია რა თავის ჩანგალის მოყვება, იმიტომ რომ მე ჩანგალი არ შემომიტანია, ოთახში მხოლოდ კობზი შემომიტანე რა. და ესე ჩვენი დოშირაკი. ახლა ამას დავსხავ ცხელ წყალს. გადაწყვეტე რომ ამ თერმოსით დავასხა ზეგას ცხელი წყალი. თან ისე მინდა დავასხა, რომ ანუ ციგნებს და რაღაცებს არ გავასხა. ან წარმოგიდგენთ არ გაქვთ რა უქენი აქაურობა. ანუ ეს ერთი თერმოსი დავცალე უკვე. ხო და ანუ არც ეყო რა, კიდევ უნდა დავამატო წყალი. წყალწილით უკვე დავასხი დოშირაკს, მაგრამ ამერდის დაყრა დამავიწყდა და ახლა ჩავყარო. დოშირაკშიც უკვე სენ ჩავყარე და ახლა დავაფარე თავსახური და დაველოდოთ სანამ გამზადდება. მადმამ შევამაწოდა ბუტერბროტი და სანამ დოშირაკი გამზადებოდა ევჭამე. ახლა კი ვნახოთ გამზადდა თუ არა. ჩემი აზრით კი, იმიტომ რომ თითი ხანია. ხარის, მაგრამ ხო შორ ჩემი ძმაც ახლა აქ არის, ფანჯრო საფაზე ზის და მაგან თქვა რომ 24 საათი მანდ მოვიყო, მე მომბაძო. მაგრამ რაღაც მეეჭვება. გამზადდა მეგობრებო, ეს გამიყურება, მომდეთ. და ხო ჩავუწყდა და აურიოთ და აურიოთ, სხვა შორის ჯერ უნდა დამეყარა ეს წიწაკა და რაღაცები, რაც მოყვებოდა. და მე უნდა დამასხა წყალი, მაგრამ გამოშტარი და მოვიწყდა. ნიკა. ლიკა. წესიერად ბიჭო ვიდეოში ისმის შენი ხარ. და რა არის მე ცუდი სიტყვა? წესიერად ხო ვიდეო მაგ ჩართული არ მაგ დაპაუზებული. მე რა ცუდი სიტყვა? არ ვიცი რა არის. ლიკა რა ნორმალ პერსონაჟი. თან გამგონებულია. მოკლედ კარგად აუგრიე. ეს გამოიყურება ხომ და ბიჭო. შენ გახვიდე აქედან კაი იქნება. ძალიან გემრიელია. ნიკოლოზი მიშლის ნერვებს კაი შევჭამ და დაგიბრუნდებით. უკვე ვჭამე და ეხლა მინდა რომ დავხატო რა, ანუ სწორად გავფორმო ჩემი დღიური. შურაკეს უკვე ვჭამე და ეხლა მინდა რომ გავაფორმო ჩემი დღიური და ვნახოთ როგორ ასევე დამიწერეთ კომენტარებში გინდათ თუ არა დაგათვალიერებინოთ ჩემი დღეურები. და ტელეფონი. და ამ დღეურს ავიღებ, იმიტომ რომ ამ დღეურში ვწერ კიდევაც რაღაცებს და დღეურსაც ვაფორმებ, ну, კიდეც რა, რაღაცები ხო და ხა გამოვიყენებ ამ დღეურს. და ამ დღეურში კიდე მხოლოდ უწერ ჩემს ამბებს და ყველაფერს და დღეურს უყვებ ყველაფერს. გავაფორმებ ამ დღეურს და დაგიბრუნდებით. დღეურიც უკვე გავაფორმე, ორი გვერდი და ახლა გაჩვენებ თქვენს როგორი გამომივიდა. აქეთა მხარეზე შევავსე თებერვლის. და აქეთაზე ესე გავაფორმე უბრალოდ. ძალიან უწევს. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი გამოგვივიდა. ეხლა მინდა რომ გავიკეთოთ ჩაი და ლიონ, ხო და ერთად გავიკეთოთ. ჩემი ჭიქა ვარისფერი და საყვარელი, ძალიან მიყვარს ეს ჭიქა. ხოდი შორის 10 წლის რო გავხდი, მაშინ მაჩვქა ჩემმა ძმის მეგობარმა დაბადების დღეს.
და ესეც ჩაი. თქვენ შორის ფეხები ძალიან ამტკივდა და უკვე ბერტ აგიხწერთ როგორ ამტკივდა. მაგრამ ნუ ხო არ აქვს გარღვევ პირობას და არ გამოვდივარ. ჩემი შაქარი და რომ ნახოთ რამდენს ვიყრე ალბათ გაგიხდებთ და ჩემი კოვზის ჩაი. ანუ ვიყრიდი 7 კოვს შაქარს. მაგრამ მე ჩემი სამოდელოს მასწავლებელმა მეჩხუბა და აღარ ვიყრე მაგდენს. ეხლა 3-მდე 4-მდე ჩამოვედი რა, მაგრამ ეს დიდი ის არის, რა ქვია კაცო, მჭიქა და დავით ნახოთ. მოკლედ 4 კოვზი შაქარი ჩავიყარე, ეხლა კი დავუცხად ცხელი. ანუ თან ვცდილობ რომ გამოვიზოგოთ ხელწყალი, იმიტომ რომ 1 თერმოს უკვე დავხარჯე და 2 დამჩა სავსე და მინდა რომ მაინც გამოვიზოგო, იმიტომ რომ ჩაის გარშემო ვერ გავცლებ მთელი დღე. თან ხვალეც მინდა. ხოდა მაგიტო რა. ჩაიც უკვე გავიკეთე, ისეთია. და ძალიან გემრიელია. რა თქმა უნდა ვდებ. შემოვიდა მეკაც. ძალიან მიყვარს ჩაი გიშდება. თან ანუ ცივა და თბილი ჩაი კაია. ეხლა კი თან მიმეცადინებ და თან ჩაის დავლევ რა, იმიტომ რომ ხვალე გარდერობიდან რომ გამოვალ, არ ვიქნები სახში მივდივარ და ვერ მოვასწრებ მეცადინებას. მოდით ეხლა მიმეცადინებ გეოგრაფიას და ჩემი მასწავლებელი მომკლავს. მეგობრებო, ხომ მომიდა თვალი კიდე ერთი ის უნდა გამოვიყენო და უკვე გადმოვედი აი ამ წამს და ერთი ისმა გამოსაყენებელი და ახლა მივდივარ საპერფარიშოში. მოდი საპერფარიშოდან და შევდივარ უკან გარდერობში. ერთხელ უკვე გამოვედი და მეჯერ გამოსვლა აღარ შემიძლია. გარდერობშიც უკვე შემოვედი და მეტჯერ ვეღარ გავა, მხოლოდ ერთხელ შემიძლია და მაგასაც ღამე გავალ. მეგობრებო, ჩემთვის ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ ეხლა. მოკლედ პირდაპირ მნიშვნელობით ვნებდები. ანუ აქ საერთოდ ვერ ვეტევი, მართლა ვერ ვეტევი, ყველაფერი მტკივა საერთოდ და არ ვიცი, ჩალურჯებული მაქვს ფეხები და საერთოდ ყველაფერი და ვერ ვეტევი და ანუ ეხლა ვერ ვეტევი და ღამე როგორ უნდა დავიძინო, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. მე რომ მქონდეს, აი ხო იცით, ოთახივით გარდერობები რო არის, რო შედიხარ, იცვლი და მე რო გამოდიხარ, ხო იცით? აი ეგეთი გარდერობი რომ მქონდეს, მან დავრჩებოდი, იმიტომ რომ დიდი სივრცე იქნება შესაბამისად და ამ პატარა გარდერობში, ანუ გარდერობიც არ არის ეს, კარა და უფროა. აი ვერ ვეტევი, აი მართლა ვერ ვეტევი და ამიტომ ნებდები და ვსო, გამოვდივარ. და სამწუხაროდ ჩემს ძმას იმედები უნდა გამომართლო, რადგან მითხრა რომ ვერ გაძლებო, იმიტომ რომ პატარა არისო და ვერ დაეტევიო და სამწუხაროდ ახლა იმას უნდა ვათქვევინო, რომ მე დავნებდი. სამწუხაროდ. ამ ვიდეოს ალბათ დიდი ალბათობით მაინც დავდებ. აბა სულ ეს იყო. დროებით.